მოგესალმებით. ამ ფორმატში პირველად წერიდიაში ვიდეოს, იმიტომ რომ თევზაობის დროს ვიდეოები კი გადამიღია, მაგრამ ძირითადად საინსტაგრამით ერთწუთიანი რა. ეს ხანგრძლივი YouTube-ისთვის არასდროს. ხო, YouTube-ზე ზოგადად სავარჯიშო კონტენტს ვაკეთებ, ვარჯიშის შესახებ ვიდეოებს ვთებ, კვების შესახებ. ვერ გეტყვით, რომ კარგად გამოვიდეს, მაგრამ მაინც ვაკეთებ რა და ამ მიმართულებითაც უნდა ვსადობეთი. ვნახოთ, დიდად იმისწავლებას ვერ დაგიწყებთ, თუ როგორ ითევზაოთ, იმიტომ რომ ჩემზე პროფესიონალი ხალხსაც აქვს YouTube და შესაბამისად ეს ხალხი უკეთ გასწავლით ვიდრე მე, მაგრამ მაინც მე თვითონ რას ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ, მაგეებს აქ ვახსენებ ხოლმე და ვნახოთ რა გამოვა. ძირითადად ალბათ უფრო კადრებზე მექნება აქცენტი, რა კაი კადრები გამომივიდეს ხოლმე. ეხლა ვარ ალგეთის წყალსაცავზე, აბელიანის მხრიდან. წყალი მაგრად არის მომატებული, დაახლოებით 3 კვირის წინ ვიყავი და მაშინაც მომატებული იყო, მაგრამ ეხლა კიდევ უფრო მომატებულია. იდეაში თავისუფალი ადგილი სადაც დამხვდა, სადაც მოვედი, იქითკენაც ხალხია და მეორე მხარეც ხალხია და შუაში ადგილი დამხვდა. შედარებით სწორი რელიეფია, მახსოვს შარშანდელი თევზაობებიდან ძალიან სიღრმე არ აქვს და მეც მაწყობს არ მინდა ძალიან სიღრმეში ჩაგდება. მაგრამ როგორც წესი სხვა ადგილას ვთევზაობ ხოლმე და იქ ახლა ხალხი დამხვდა. იდეაში ცოტა ხანში აპირებენ წასვლას და მაგიტო სრულად არ გავიშალე. ყველაფერი არ გადმომილაგებია მანქანიდან, დავალოდები როდის სწავლენ და გადავალ იქითკენ მოვეწყობი კარგად მაქსიმალურად. არა და ეხლა სადაც ვარ რა, პატარა ბუჩქები, ხეებია, კაი სიმყუდროვე და მყუდრო ადგილია. იდეაში ქარისგან დასული იქნებოდა ღამე. უფრო კომფორტულიც არის ჩემთვის მოფარებულია რაღაც პინჩი და მაგ ამბავში კომფორტული იქნებოდა. თან მოსაფსმელად თუ ხალხი იყო აქ მარტივია მობსმა. ხო და ეხლა განახებ სადავარ. დაველოდები იმ ადგილის განთავისუფლებას და გადავალ იქითკენ, იმიტომ რომ ზოგადად მიჩვეული ვარ იმ ადგილას თევზაობას და კობრის დამიჭერია იმ ადგილას რა, კარგად მოგდასდელი ის ადგილი, ამიტომ მერჩევნია გადავიდე, ვიდრე აქ ვიყო. ცოტა ხანში ყავაც ადუხდება. დღეს ყარს ყავა დამილევია, საჭმელიც ძალიან ცუდად ამაქვს მეჭამი და გუცეღან ლაპარაკობდი და თურმე არ ვიწერდი რა. მოკლედ კარგად ამაღამდა. დაღამებისას მქონდა 2 ჩარტყმა. ერთი ანკესზე, მეორე ანკესზე, სულ 2 ანკესი მქონდა გაშლილი. ცუდად დაიწყო დღე რა. იდეაში იმ ადგილას, რომელი ადგილიდანაც მე ვთევზაობ ხოლმე, დაკავებული დამხვდა ის ადგილი. მე გადმოვედი ცოტა აქეთკენ გავშალე 2 ანკესი და იმათ წასვლას დაველოდე. ისინი რო წავიდნენ მეორე 2 ანკესით გადავედი იქითკენ, რომ იქნებოდა მესროლა ეს 2 ანკესი და ეს 2 დატოვე ჯერჯერობით აქეთკენ. ხო და ამ დრო ჩარტყმები მქონდა რა, ჯერ ერთზე მქონდა, შორიდან დავინახე, გამოვიქეცი, გამოყვანის დროს, კარგად ცოტა ხანი ვეჭიდავ, ვიდეოში გამოჩნდება იმედია.
და ესაც ადუხდება მალე. გამოყვანის დროს ნესკავი გავარდა. ნესკავიანა წავიდა და არადი კაი ზომა ჩანდა და მეორესაც ნესკავი გაძრა რა მეორეს. ხო და რადგან ორივე ჩარტი მაქეთა მხარეს მქონდა, ბარე ღამს ისევ აქ დაუბრუნდი რა, იქ აღარ გადავედი. ხო და ამ ყველაფერში დავყარგე ბევრი დრო, მაგიტო კარავი ჯერ არ გამიშლია, საჭმელი ჯერ არ მიჭამია და ყავაც ჯერ არ დამილევია რა. არა და ეხლა არის 11-ის 9:30. ხო, კარავსაც გავშლი ცოტა ხანში თუ არ დამიზარდა, მანამდე ეხლა ყავას დავლევ. კარგად აადუხა. ოპა. ახირა ლამაზი ფერები გაუშვა. არა და ბოლომდე მაგ დაგეტი. არ ვიცი ესე უნდა ეკნა თუ არა, მაგრამ ბოლომდე დაკეტილზე არ ჩააქრო, ზემოთ რა უწია ხო ჩააქრო. ფუშენი. იმედია მაგიდა არ გამიფუჭა. ერთადერთი ფოქსის ინვენტარი მაქვს და ისიც ეს მაგიდა არის და იმედი არ გავაფუჭებ. ხო, ჩემს მამ ზაფხულში რაღაცები გამომიგზავნა, გაზაფხულში რაღაცები გამომიგზავნა, მაგებს unboxing გავაკეთებ, განახებთ. მანამდე ახლა ყავს დავლევ. ხო, იმედია დროზე ადრე არ გამეთიშება კამერა, ელემენტი იმედია გაუძლებს. მაგრამ ორიგინალი ელემენტი რაც ქონდა, იმან ცოტა ხანს გაქაჩა, უბრალოდ რაღაცა მაიმუნებები ვიყიდე და მაგით დამიშდა რა. ხო, ბაყაყებს მთელი ღამე ტვინინგი აქვს, საბედნიეროდ სიგნალიზატორები მაქვს, თორე ზარის ხმას ფიზიკურად ვერ გავიგებდი. და სიგნალიზატორებს რაც სიასაბით რაღაცა მოყვა და ის დამეხმარება, თორე პირდაპირ სიგნალიზატორებისაც შეიძლება ვერ გავიგო. ყავა მზადა. Sorry.
კამერას დედა ეტირა და არ ვიცი რატო. ახლა არ ვიცი იღებს თუ არა, იმიტომ რომ ქრება ხოლმე. მე ინთება და კი აწერს რომ იღებს, მაგრამ ესე არ იმართებოდა ხოლმე. წუხელ სინესტაში ეტყობა დასრულდა და შეიძლება დედას ეტირა. ელემენტები ძალიან მალე დამიჯდა, ამიტომ კაი კადრები ფიზიკურად ვერ გადავიღე. გამთენისას 5-ის ნახევარზე ერთი კოპრი დავიჭირე, კაი ზომის. იდეაში ახალი რეკორდი იქნება ეს ჩემი. სასწორი რომ მქონოდა თან კაი იქნებოდა. ამიტომ რომ მეწოდება დასაკლავად გაუშვებდი. სასწორი რო არ მაქვს წავიღებ ახლა მამაჩემს გაუხარდება, მაგრამ ცოტა მაინც მეწოდება. ხო, გამთენისას დაჭდა ჭიქის მონტაჟზე, გაყინულ სიმინძე რა. თმიანი მონტაჟი მქონდა ჩაყოლებული, ბევრს გეცოდინებათ და მაგაზე დავიჭირე. ხო, მთელი ღამე აქ-იქ ზარები კი ხანდახან ისმოდა ხოლმე, მაგრამ თეოზე არ ყოფილა რა, ანუ არ გამოდებია, როგორც ჩანს უბრალოდ ეხახუნება. ეხლა მაგალითად ტანკისები თამაშობს, მაგრამ თეოზე არ ზის. ხო, ან ძალიან მაგარი ჩარტყმა მქონდა რა. სიგნალიზატორებმაც კარგად იმუშავა. მენა წამოხდი გიჟივით. თან თავიდან ვერ გამომყავდა, ხოლოდ მიქონდა. კაი ემოციები იყო რა მოკლედ. ხო, მაგდოს განახევს და აცი კიდე დავიჭერ თუ არა, არ ვიცი, ჯერ კი ადრეა. შვიდის 20 წუთია ახლა. ნახოთ ახლა გავთიშავ, იმიტომ რომ დამიჯდება ცოტა ხანში და ვიდეოს აწყობა რომ შეძლო, აქ-იქ პატარა მონაკვეთებს, ძალიან პატარა მონაკვეთებს გადავხი. საათია და აქ-იქ აქტივობა კი იყო, მაგრამ ვერ გამოვიყვანე რა, ძალიან ზაცეპებია, ბალახია ძალიან. მით უმეტეს ორ-ორ ნესკავზე მაქვს და შესაბამისად უფრო მარტივად იხლართება ხოლმე რა, ანუ ზოგადად ეს ადგილზე უმჯობესია ერთი ნესკავი ქონდეს ხოლმე. და მაგის გადაწყობა მით უმეტეს მეზარება. ახლა ნენელა ავშლი ავალაგებ, ჯერ კარავს ავიღებ. სხვა ყველაფერს მოვაწესრიგებ და ბოლოს დავიწყე ბანკესების აშლას და ნენელა წავალ რა. და თევს კიდე განახებთ. ხო, ერთი კარასი გამოვიტანე, იდეაში საზანი მეგონა და წყალში შევედი, იმიტომ რომ ეს გამეჭედა. და წელამდე წყალში შევედი და კარასი დავხვდი.